ჩარლი კირკის გარშემო იმდენი ბურუსით მოცული თემა ამოტივტივდა. ასევე იმდენი შეთქმულების თეორია ჩამოყალიბდა ბოლო დღეებში, რომ ამან თავისი რაოდენობით უკვე 9.1-ს და ჯეი კენედის მკვლელობასაც გადაუსწრო მეგობრებო. როგორც იცით, მე უკვე ერთი ვიდეო მაქვს ჩაწერილი ჩარლი კირკის ამ იდუმალებით მოცულ მკვლელობასთან დაკავშირებით, მაგრამ ეს საკმარისი არ არის. მე ვაპირებ მეორე ნაწილი ჩავწერო მისი მკვლელობიდან დაახლოებით 10 დღის მანძილზე უკვე უამრავი სამხელი, უამრავი თეორია და უამრავი კონტრავერსიული თემა ამოტივტივდა უკვე ფსკერიდან, რაც მე საშუალებას მაძლევს იმას, რომ თქვენ განახოთ, თქვენ მოგასმენინოთ ეს თეორიები, ასევე ძალიან საინტერესო რაღაცები გელოდებათ წინ და ყველაზე გამაკვირვებელი ამათ შორის ის არის, რომ ისრაელის პრემიერმა ბიბი ნეთანიაჰუმ ჩაწერა ვიდეო, სადაც ის ამბობს და ამტკიცებს, რომ ისრაელს არ მოუკლია ჩარლი კირკიო. ანუ ჯერ ხო ამან გამაგიშა. მერე მაქამდე აი ამან გამაგიშა, რომელიც ესე მშვიდაცის და თავის სასიკვდილო განაჩენს ელოდება, როგორც ეს იცით, ეს არის ტაილერ რობინსონი, რომელიც ამჟამად 100%-იან ეჭვმიტანელად ითვლება, მაგრამ ამერიკელ ხალხს ამის არ ჯერა. ჯერათ სხვა თეორიების, რომ ჩარლი კირკი მოკლულია საიდუმლო სამსახურის მიერ. აქ ამ ვიდეოში მაქვს გამოყენებული ძალიან ბევრი მასალა, ასე რომ დაალაიქეთ მეგობრებო ვიდეო, გამოიწერეთ არხი, გაუზიარეთ მეგობრებს, ასევე გამოყევით ჩემს ახალ ინსტაგრამზე, რომლის ლინკი აღწერაში ამითითებული და თუ გსურთ რომ არხს განვითარებაში დაეხმაროთ, გაუკეთეთ დონაცია, რომელიც აღწერაში ამითითებული. ეხლა მოდი ამ სიგიჟე თეორიების გარშემო ვიმოძრაოთ. ნუ ეს არის პირველ რიგში ჩემთვის ნომერ პირველი რამ, ანუ ისრაელის პრემიერი ბიბი გამოდის და ანუ ოფიციალურ ანუ ისრაელის მედიაში და მსოფლიოს აცნობს, რომ ჩვენ არ მოგვიკლია ჩარლი კირკიო. ანუ თქვენ წარმოგიდგენიათ, რამდენ რამეს უნდა გაბრალებდნენ უკვე, რომ ჩარლი კირკიო ისრაელს არ მოუკლია და მოსაც ამაზე გამოდის პრემიერი და თვითონ წერს ვიდეოს. მოდი მოვუსმინოთ. Joseph Goebbels, the Nazi propaganda minister, said that the bigger the lie, the faster it will spread. ანუ ციტირებად ბატონ ბიბის მოყავს ასეთი რამე, რომ ნაცისტების პროპაგანდის მინისტრიო გებელსი ამბობდა ესეთ რამესოთ, რომ შენ თუ პატარა ტყუილსო გაავრცელებო დიდზეო, ხო, ეს ყველასთვის დამაჯერებელი გახდებაო. ეს ძალიან ცინიკური რაღაცა, რომ ისრაელს მოყავს ფაშისტური გერმანიის პროპაგანდის მინისტრის სიტყვების ციტირება. Well, somebody has fabricated a monstrous big lie. ანუ ვინმე თუ აფაბრიკებს და ესე თქვა გარდაქმნისო ამ ტყუილსო, ეს ყველაფერი იქცევა ძალიან დიდ თეორიათო. That Israel had something to do with Charlie Kirk's horrific murder. ისრაელს არაფერი არ აკავშირებს ჩარლი კირკის საზარელ მკვლელობასთან დაკავშირებით. ანუ ამასო პირველად მოусმინა, ანუ მართლა გავგიჟდი. ანუ იმაზე კი არ გავგიჟდი, რომ ეხა ისრაელი უკავშირდება თუ არა ამას. არა. არამედ იმაზე, რომ ისრაელის პრემიერს უწევს იმის მტკიცება, რომ მათ არ მოუკლია ჩარლი კირკი. ანუ თქვენ ხვდებით რასთან გვაქვს საქმე? This is insane. ეს არის It სიგიჟეო. is false. ეს არის ტყუილიო. It is outrageous. ეს არის ყოველგვარ Charlie ბოლო. Kirk was a giant. ჩარლი კირკი იყო A დიდებული once in a ფიგურაო. century talent who defended freedom, მას ქონდა ტალანტიო, defended თავისუფლება. America, defended our common იცავდა ამერიკასო, Judeo-Christian ქრისტიანული civilization. იუდაურ ცივილიზაციასო. Charlie loved Israel. ჩარლის უყვარდა He loved the ისრაელიო. Jewish people. მას უყვარდა He ებრაელი told me so ხალხიო. in a letter that he sent me just a few months ago. მანო მეწერილი მომწერა რამოდენიმე თვით ადრეო. One of my greatest joys as a Christian, he said, is advocating for Israel. ჩემთვისო როგორც ქრისტიანისთვისო ყველაზე საამაყო ის არის რომ მე ადვოკატირებას, ანუ მე ვიცავ ისრაელის სახელმწიფოს. არ ვიცი. ეს And ამბავი. forming alliances with Jews to protect Judeo-Christian civilization. He encouraged me to make the case directly to the American people. About how vital Israel is to US national security. აი ხა არის მეგობრებო, ეს არის სიგიჟე თეორია, რომელიც ჩარლი კირკის მკვლელობის ამ მარჯვენა კუთხიდან არის გადაღებული, სადაც არის suspicious guy, ანუ ვიღაც მისტიური ადამიანი, როგორც აკეთებს ხელის მოძრაობას და ანუ ამ თეორიის მიხედვით ეს გასროლა ხდება CIA საიდუმლო იარაღით. ეს palm pistol shot ესე უწოდებენ. მოდი ვნახოთ და თქვენ შეაფასეთ. და ორე დააკვირდით. ბუმ. ბუმ. აი ამ ადამიანს აქვს უკვე 55 მილიონი ნახვა X-ზე. ამას თქვენ Facebook-ზე ვერ ნახავდით. მე X-ის მოხმარებელი რო არის, ყველა თეორიები რაც გადის, აი ფაბრიკაციას უკეთებენ ამ ყველაფერს რა. აი ნახეთ სიგიჟეა. ამ თეორიის მიხედვით ის ახდენს გასროლას მკლავიდან. დააკვირდით. ნახეთ, როგორ სინქრონულად არის გასროლა და ამ კაცის ხელის მოძრაობა.
და ნუ ამერიკაში ხა ხო აი ჩვენ გვაბრალებენ საქართველოში შეთქმულების თეორიის შეერათ და ამერიკაში აი მე მჯერა რომ რავი 60%-ს მაინც შეერა რომ ჩარლი კირკი ტაილერ რობინსონს არ მოუკლია. ანუ ვინც ეჭმიტანელი ამჟამად და ვინც ელოდება თავის განჩინებას. და ამასაც მივალთ ჩვენ მაქამდე დაუბრუნდებით. დაგვერდეთ? Counting or not counting gang violence. აი ხო ამბობს counting or counting gay violence და ახლა უყურეთ რა ხდება? ბუმ. მოდი ახლა რაღაც განახოთ თქვენ. ხო, ეხა ეს არის მეორე მომენტი, ჩარლი კირკი, როგორც იცით თქვენ რომ ის იყო ისრაელის ერთ-ერთი მთავარი, ესე ვთქვათ, აპოლოგეტი, ისრაელის სახელმწიფოს იცავდა. არსებობს ესეთი თეორია, რომ თეორია რა, ვიდეოს განახებთ ახლა რომ რამოდენიმე კვირით ადრე ეს ვიდეოა ჩაწერილი, სადაც ჩარლი აკრე ცდილობს რომ დაადანაშაულოს რაღაცებში ისრაელი და მაგის მერე უკვე ბენ შაფიროს ხო იცით ცნობილი კორესპონდენტი, ცნობილი სპიკერი ბენ შაფირო, ხო, მაგის გადაცემაში კბენს ისრაელს რაღაცაზე რა, რაღაცაზე აკრიტიკებს და ესეთ რაღაც სახეს იღებს ბენ შაფირო. მოდი ახლა მოусმინოთ რა სამოს ჩარლი კირკი აქ და რამდენად დაკავშირებულია ზოგადად ისრაელთან და ჩემ ასლს მოისმენთ. And Jewish donors, they have a lot of explaining to do, a lot of decoupling to do. ანუ ებრაელმა დონორებმა უნდა ბევრი რამე უნდა ახსნანო. Because Jewish donors have been the #1 funding mechanism რადგანო ებრაელ დონორებს აქვთ ნომერ პირველი დაფინანსების ქსელები ამერიკაშიო. of radical open border neoliberal quasi-Marxist policies. ანუ რადიკალური ნეოლიბერალური მარქსისტული საიმიგრაციო პოლიტიკაო, ეხა უყურეთ. Cultural institutions კულტურული გავლენები and non-profits. და არასამთავრობო ორგანიზაციებიო. This is a beast created by secular Jews. ეს არის მხეცი, რომელიც შეიქმნა სეკულარი ებრაელების მიერ. ეხა აქ ჩემი საყვარელი თემა. ჩარლი კირკი ამ იმაში რა ქვია, თავის გადაცემაში რო აკრიტიკებს სეკულარ ჯიურ, ამბობს, ანუ სეკულარ ებრაელებს. აქ არ გულისხმობს სიონისტებს. ნახეთ, მე ხომ მაქვს თქვენთვის ნათქვამი, რომ მე მაგ ვიდეოს ჩავწერდი და ამ ყველაფერს აგიხსენე, მოდი პატარა რეფერენსებსაც გაგიკეთებთ. აქ რასაც საუბრობს, მისი კონტექსტი ეხება სეკულარ ებრაელებს, ის არ ეხება სიონისტებს. ჩარლი იცავდა ისრაელის სახელმწიფოს. და იცავდა სიონიზმს, მაგრამ ის იმ ხალხს, ვისაც ეს ახლა აკრიტიკებს, ესენი არიან ფეიკ ებრაელები. ეხლა ვინ არიან ფეიკ ებრაელები? ფეიკ ებრაელები არიან მემარცხენე, ანუ USAID-ის და დემოკრატების უკან მყოფი ის ებრაელები, რომლებიც აფინანსებენ საიმიგრაციო პოლიტიკას, LGBT პროპაგანდას და მემარცხენე ნარატივს თავიდან მათ შორის ფრი პალესტინელებიც ფეიკ ებრაელები შექმნილია და ამაზეც საინტერესო ვიდეოს გადავიღებთ რომ ბევრი რამე მართლა ისრაელს ბრალდება. მართლა ბევრი რამე ბრალდება. მაგრამ სინამდვილეში, რაზედაც ახლა კირკი საუბრობს, ეს არის სეკულარ ჯიუს, ანუ ფეიკ ებრაელები, რომლებსაც ზულთ სიონისტები. ანუ დაპირისპირება ამერიკის შეერთებულ შტატებში მიდის არა ერთ deep state შორის, არამედ ორ deep state შორის. პირველი deep state-ი, ესენი არიან ფეიკ ებრაელები, ანუ ადამიანები, რომელსაც ზულთ კაცობრიობა, რომელსაც ზულთ ასევე ისრაელი, ასევე ეზიზღება მთელი ისრაელის სახელმწიფო და მეორე deep state-ი, ეს არის რესპუბლიკელების უკან მყოფი ტრამპის მაგა და ეს ისენი, რა ქვია, კუშნერები და ეგენი, სიონისტები. ეხლა სიონისტებსა და ფეიკ ებრაელებს შორის რა განსხვავება? ორივე ებრაელია, მაგრამ სიონისტებს უყვართ ისრაელი და ისრაელს უკეთებენ ბევრ რამეს, ფეიკ ებრაელებს ზულთ ისრაელი და მხოლოდ ატარდებთ საკუთარი, ესე ვთქვათ, საკუთარი პირადი გავლენები მსოფლიოში. და აქ კირკი აკრიტიკებს ფეიკ ებრაელებს და არა სიონისტებს. ეს კონტექსტი კარგად უნდა იცოდეთ, იმიტომ რომ ეს ყველაფერი მე ბრალდება ისრაელს. მაგრამ სინამდვილეში, აი ხა მე რასაც ლაპარაკობ ხა თქვენთვის ესე სიგიჟეა, მე დარწმუნებული ვარ, ესე გესმით ეს ყველაფერი, მაგრამ დამიჯერეთ. რესპუბლიკელებსა და დემოკრატებს შორის არის განსხვავება ის, რომ რესპუბლიკელების უკან დგანან სიონისტები, დემოკრატების უკან დგანან ფეიკ ებრაელები. მესმის რომ ეს ძალიან სიგიჟეა, მაგრამ თქვენ რო გადახვიდეთ და ნახოთ დონორები, ვინები აფინანსებენ მემარცხენეებს, ვინები აფინანსებენ მემარჯვენეებს, მიხვდებით რომ აქ არიან ორი ებრაელები, უბრალოდ ერთი სიონისტები, მეორე კომერციალისტები. მაგრამ ორივე deep state-ი თავიდან ბოლომდე არის ებრაელები. ამას წყალი არ გაუვა. ეს უკვე ყველა მიცის სოფლიოში. მაგრამ ეხლა ჩვენ უნდა დავფიქრდეთ, მორალურად რომელი უფრო მართალია? მორალურად რა თქმა უნდა სიონისტები უფრო მართლები არიან. იმიტომ რომ მემარცხენე woke agenda ვისაც fake ებრაელებით განან. მათ უკან დგა, სწორედ free palestinelები ხა ისინი რო იყო რა ქვია შოუები, სომელი მსახიობები და ისინი ჰოლივუდი და ეგენ რო გამოდიოდნენ და free palestine ეს არის fake ებრაელების მიერ შექმნილი პროპაგანდა.
სოფლიოში. Free Palestine-ობა არის ახალი სოფლიო აქტივიზმი, ანუ სოფლიოში ახალი რაღაც სექტა არის, რომელიც ემსახურება ისრაელის სახელმწიფოს დისკრედიტაციას. ესეც შექმნილია fake ებრაელების მიერ სიონისტების წინააღმდეგ. მესმის რომ mind blow თემა არის და გონების ამაფეთქებელია ეს ყველაფერი, მაგრამ იმდენი მაქვს ამაზე გამოძიებული, იმდენად ვარ ჩასული მის დეტალებში და მათი სპონსორები, მათი დაფინანსებები და ყველა რომ, ანუ თქვენ ხო გონიათ რომ სოფლიოში რაღაც მიდის Marvel-სა და DC-ს შორის ბრძოლა? არა. სოფლიოში მიდის ორ ებრაულ ოჯახს შორის დაპირისპირება, ერთნი არიან მემარჯვენე სიონისტები, მეორე არიან მემარცხენეები. ძალიან რთულია ამის გაგება. მესმის ამას თუ გინდა 1 საათიან ვიდეოს მოუწყრე სახელდაგვარებს სახელდაგვარები და ყველაფერი ვიცი უბრალოდ მორალური კომპასიდან გამომდინარე მე იმიტომ არ გონია რომ ჩარლი კირკი ისრაელის მოკლულია რომ ყველაზე ნაკლებად ვისაც ამ ისე გეოპოლიტიკურ ქარიშხალში ვინმეს კირკის ყოლობა ადარდებდა ჩემი რწმენით ეს არ ვიცი ამას ვერავინ თუ ეს ინსაიდ ჯობია და საიდუმლო სამსახურის მიერ მოკლულია მე უფრო მეტად მგონია რომ თვითონ რესპუბლიკელებს შორის არსებული ანუ თვითონ CIA-მ გააკეთა ეს ყველაფერი თუ ეს ინსაიდ ჯობია არ ვიცი ამაზე ჯერჯერობით 100%-იანი დასკვნა არდებს ნუ ეხა იმას თუ არ ჩავთვალე FBI-ის იდიოტმა დირექტორმა რაღაც სისულელე ფაბრიკაციები გამოაქვეყნა რაღაცა ტიპი 64 სესურის ეხა ტაილერ რობინსონზე მაქვს საუბარი და რაღაცა და 2 წუთში 64 და შალა ძირ ჩამოვიდა და იმ ადგილიდან გაიქცა დაჟე კადრები რომელსაც ახლა მე თქვენ ბოლოს მოგიყვანთ რა მოდი ბარემ განახებთ ახლა აი ეს კადრები აი ხა უყურეთ აი ეს კადრები აი ეს არის ეჭვიტანელი და აირე რობინსონი ხო ემოციო სასიკვდილო განაჩენი გავაქვს ტიპს სახეზე არაფერი არ აწერია საერთოდ ეხა უყურეთ თან იმის თქმა მინდა რომ არც მშობლების არც არავის ინტერვიუ არ ვიცით ანუ ამ ადამიანის შესახებ არაფერი არ ვიცით საერთოდ არც დედამის ჩამორთმევენ მისთვის ინტერვიუ, არც მამამის რამე სიტყვა უთქვია. მარტო FBI რასაც საუბრობს, რაღაც სკრინებს არცელებს, ეგონია ჩვენ სიმართლე. და მაგას გვასახებენ რომ აი მის უნდა დაიჯეროთ. ეხლა უყურეთ, ამას არცელებს FBI. ეხლა უყურეთ, ეს არის წყარო აი იუტადან FBI-ის მტკიცებით მკვლელობიდან რამოდენიმე წამში ეს ტიპი, ანუ ტაილერ რობინსონი შლის 64-ის ტიპის იმას რა ქვია, სნაიპერს. ეხლა უყურეთ. მოდი უყუროთ. აი ესე გამორბის ჯერ ხო არ ეტყობა არსად რომ უკან კონდახები და ეგენი უდევს ჯერ რანაირად პროფესიონალი სნაიპერის ვიდეო ვნახე 64 იმან დაშალა 9 წუთში. ამან რანაირად მოახერხა რაღაც ღვთაებრივ რაღაც 30 წამში დაიშალა ამ ხელა თან რაღაც ხო უნდა გამოჩენილიყო უკან 64 არ არის პატარა ძალიან დიდი. აი ეს ხტება. აი უყურეთ. აი ესე გადმოხტა ამ ხელა იმით ესე მიდის. აი ესე გარბის. და ეხა პრიკოლი, თავარი პრიკოლი რო არ დამოვიწყდეს ეხა რა სისულელე დასკვნა FBI-ის. ან თურმე ამა ხო გაისროლა, მე ხო დაშალა იარაღი, მე ხო ჩამოვიდა, მე გაიქცაო და ტყეში იპოვეს აწყობილი იარაღი და აბრალებენ რომ ამის იყო. ანუ ეხა თქვენ დაუშვათ ეხა ეს FBI-ის ანუ რამდენად დეგენერატული დასკვნა არის რეპორტია რომ ტიპმა დაშალა იარაღი, ჩამოვიდა, მე ააწყო და ტყეში დააგდო. და მე ანუ აი ეს ხალხი რო რაღაც კეჭვები უჩდება და შეთქმულების თეორიები ჩდება და რაღაც სერიოზული კონტროვერსიული ისენი მოდის ხო მე ხალხს აბრალებენ რომ გიჟები ხართო აი ამაზე დიდი სიგიჟე რა არის რომ ტიპი ჯერი ის ხო სიგიჟეა რომ FBI-ის აქედან გაიქცა და ეგეც საიჭვა მეორე დღეს საიდან არანაირად იპოვეს უბრალოდ ადგილზე რო ეს აიყვანათ მე ვფიქრობდი რომ უფრო დიდი აჟიოტაჟი და უფრო მეტი კაბერები მიცვიდებოდნენ ამას და არ უნდოდა FBI-ის ეს გაიკეთებინა დღისით ბზისის ხალხით რომ ხალხი იყო რამდენი 15000 კაცი იყო მობილურებს რომ მოგიშვერდა ამდენი და გადაღებას უნდა გიწყებდა მე ბევრი რამე ისი ექსპოზინგი ბევრი რამე გამოაშკარავდებოდა უკვე რა ეს ძალიან საიდუმლოდ ხარ ჯერა აბსურდი მოგვიყვას კიდე იმაზე მამამისმა ჩაბარაო ანუ თუ მე აქ უშვებ ჩარლი კირკის inside jobs, ანუ თეორიას რომ ის მოკლეს, მე უფრო ვაბრალებ ამას, იმას რომ უნდათ საკრალური მსხვერპლი შეექმნათ. ანუ მე აი ლოგიკურ ვერანაირ კავშირს ვერ ხედავ რა ინტერესი შეიძლება და ამას ეხა ქონოდა რომ მოსადს ეხა აბდგარიყო და მოეკლა ჩარლი კირკი. ანუ აი ამის ეხა ბევრი რამე მოსადს ბრალდება, მესმის ბევრი რამე ისრაელის ბრალდება. მაგრამ ეხა ვამტკიცოთ რომ ტიპმა წინა დღეს ისრაელი გააკრიტიკა და რავი ბეშაფიროსთან და ერთი თვით ადრე რაღაც კითხვები დასვა მაშინ ისრაელის თელი პლანეტა მოსაკლავ ვიყოლია იმიტომ რომ რავი დღეს X რო შეიხედოთ ისეთი ანტისემიტიზმის გაგიჟდები ადამიანი ამიტომ ნაკლებად ვფიქრობ მაინც ისრაელს მე ნაკლებად ვფიქრობ თუ რამე ლოგიკა არსებობს თუ არის კიდევ ერთხელ თუ ეს სიმართლეა მე არ განვიხილავ იმას რომ თვითონ შეიძლება ცენტრალურ სადაზვერვო სამსახურმა მოუწყო თვითონ რესპუბლიკელებმა, ოღონდ არა ისრაელური გავლენით, არამედ თვითონ რომ შეექმნათ საკრალური მსხვერპლი
და მემარცხენები კიდევ უფრო გაეშავებინოთ. რაც გამოუვიდა საბოლოო ჯამში. ხა მემარცხენები ჩემზე მეტად არავის არ გეზისხება თქვენ. და ჩემზე მეტად, მაგრამ კიდევ ერთხელ უნდა გავუსვათ, რომ ეს არის პოლიტიკა მაინც. აქ ბევრი რაღაცა იმიტომ ხდება, რომ ვიღაცას აწყობს ან არ აწყობს და ჩვენ უნდა დავფიქრდეთ ლოგიკური ჯაჭვი გავაბად იქ, ვის ინტერესში ვინ იხეირა ამ თემით უფრო. იხეირეს რესპუბლიკელებმა, რითი იხეირეს, ხო? პროპაგანდით, უფრო გაძლიერდა მემარჯვენე ფლანგი, რომ მაგას რეიტინგი იყო დაცემული და ისევ წინ წამოიწია. და ხა ტრამპის ისიც რომ მოვისმინე, ჯერა სისულელე თქვა ხა ტრამპმა, ხო? იმაზე რა ქვია, ჟურნალისტი მივიდა და ეკითხებოდა, რომ ჩარლი კირკის კვლელობას როგორ ხდებითო, ჩვენო ეგ უკვე გადაგვავიწყდაო ეგ თემაო, ჩვენო ეგ სხვა რაღაცებზე ვართ კონცენტრირებული, აგერო აი ეს რემონტდებაო, რაღაცაზე მივუთითო, ხო? რაღაც სიგიჟეები იყო ამასთან დაკავშირებით რა. მერე მისი შოუ წაიყვანა იმ არა ვიცე-პრეზიდენტმა ჯეიდი ვენსმა, მერე ბენ შაფირო დასვეს მის გადაცემაში, რავი, აი ხო გეუბნებით რა, ანუ ადამიანის დაშტერება მაინც შესაძლებელია. მაგრამ დღეს 21 საუკუნეში ძალიან რთულია დააშტერო ადამიანი. იმიტომ რომ აი ხა უყურეთ რა. აიცა, არ მინდა. აი ეს არის კიდე ძალიან საინტერესო გარემოება. აი ნახა უყურეთ. აი ეს მინდა თქვენ ნახოთ. ეს არის მეორე suspicious, ანუ მეორე ეჭვი. ეხა უყურეთ, გასროლის მომენტში რა ჟესტიკულაციებს აკეთებს მისი დაცვის ერთ-ერთი წევრი. Who served in the military are a little bit aware of hand signals being thrown up and ნახეთ ჯერიდებს კებს ეხა უყურეთ რას ნიშნავს სამხედრო ენაზე ჟესტიკულაციები რას ნიშნავს These two men need to really be looked in სნაიპერ ნახეთ აი ეს იდეებს ეს არის მინიშნება ანუ სნაიპერი ემზადება ეხა უყურეთ with some of the sniper looking signals აი ხა უყურე მეორე აი ეს especially coming from the guy in the აი ნახეთ ამით აძლევს სიგნალს რომ ზად არის სამიზნე white and the guy in the black ეხა უყურეთ ეხა კიდე საინტერესო აი აქ იღებს რო ამბობს აი ხა უყურეთ მისი დაცვის უკან შავი ის რო არის სტანისამოსი რო ეცვა ის ცნობილი პერსონა აი ხა უყურეთ ეს ძალიან საინტერესო ახლა უყურეთ ხელზე იდებს ნახეთ აი ესე გადაჯვარედინებული იმით ახლა უყურეთ ეს არის danger area ანუ danger area ქართულად როგორ არის ანუ საშიში ზონა მოდი ესე ვთქვათ ანუ მაგ სიგნალს ეგ ნიშნავს აი საინტერესო მინიშნებებია Do you know how many mass უყურეთ shooters there have been in America მეორე over the last 10 years? და უყურეთ რა საკეთებს მისი დაცვის უფროსი Or not counting gang violence. რაღაც უცნაურ მოძრაობას აკეთებს თითქოს ანუ დასაკლავ იმათ არის გამზადებული მსხვერპლი რა ანუ თან ნახეთ აქ ჩარლი კირკი რას ამბობს ეს კიდევ კაი არ დამავიწყდა ეხლა the numbers of gay violence ესე ამბობს ანუ ბევრი რაოდენობა არისო მოკლედ რო გითხრათო ამ მემარცხენების მკვლელობის ანუ გეების მიერ მოკლული ხალხისო და ზუსტად მაგ მომენტში ხდება გასროლა აი მაგ მომენტში ხდება გასროლა აი ნახეთ ეს არის სამზადისი უკვე კონტექსტი კითხვის ეგ არის ნახე ამან შეხედა მის გვერდზე მყოფს ეს ძალიან საინტერესოა ნახე უყურებს მერე აკეთებს მინიშნება სიგნალს რომ ის არის მზად მერე გახედა ამან ხელმარცხნივ და ეს აკეთებს უკვე რომ danger area ანუ საფრთხილო ზონა ესე ვთქვათ და მერე ხდება გასროლა ოღონდ კონტექსტი რა არის ნახეთ ეს თუ inside job-ია მათ გააკეთეს ეს ყველაფერი იდეალურად. ზუსტად ჩარლის იმ სიტყვებს დაუმტყვიეს ეს ყველაფერი, სადაც საუბარია მემარცხენების ზალადობაზე და მკვლელობაზე და ზუსტად მაგ მომენტში ხდება გასროლა. Over the last 10 years. Counting or not counting gang violence. აი ამ მომენტში და აი ერთ წამში ხდება აქედან უკვე გასროლა. ზუსტად. ანუ იმდენად შეკერილია ეს ზუსტად ოპერაციული თვალსაზრისით, ნუ ეს inside job-ია, რომ აი სიტყვები ან ყოფნის ხელები ამიწევია. ნახეთ, აი იმასაც კი გააჩნია. ნახეთ, აი რატო 5 წუთის მერე არის სროლეს, ან 5 წუთით ადრე. ზუსტად რატო დაუმტყვიეს იმ მომენტს, როდესაც ის საუბრობს იმაზე, რა ქვია, gay violence. ან მემარცხენებს რატო საუბრობს? მე ხო იცით მემარცხენებს ჩემზე მეტად თქვენ ვერ იტანთ. მაგრამ ეს რატომღაც გავს მემარცხენების კიდევ უფრო გაშავებას. ოღონდ ეს ყველაფერი ემსახურება პოლიტიკურ მიზნებს, რა თქმა უნდა. და ეს გამოიყენა მაგამ. მე ნაკლებად მგონია ყველაფერში ისრაელის ხელი. ჩემი აზრი ესეთი. მე ნაკლებად მგონია, მაგრამ აქ უფრო მეტად განვიხილავ ცენტრალურ სადაზვერვო სამსახურს და შიგნით თვითონ რა.
ძალიან ბევრი კონტროვერსიული თემა არის რა. უბრალოდ ახლა რანაირად უნდა დავიჯერო რომ ახლა ვინც ისრაელი გააკრიტიკა, მას ისრაელი ესურს და კლავს. ჯერ მაშინ ისრაელს კიდევ ერთხელ თელი სამყარო, თელი დედამიწა მოსაკლავი ყოლია. ისეთები ხდება X-ზე რომ შეხვიდე, გაგიჟდე მაშინ, ყველა უნდა დაიეროს ყველას. მაგრამ აქ მეორე მომენტი კიდევ რა არის. მეორე ძალიან საინტერესო მომენტი. ეს არ იყო რიგითი მკვლელობა, ან ჩარლი ისედაც შეელოთ რომ მოიკლათ. აი ჩარლი შეელოთ მოიკლათ, რავი, აი სასტუმროდან რო გამოდიოდა, ან დაუცველი ახლა ყველგან ხო არ იქნება ბოდიგარდებთან ერთად, ხო? მცველებთან ერთად. მაგრამ ეს იყო public execution, ანუ სახალხო დაშა ეს. ეს ძალიან საინტერესო თემაა. რომ აი თუ მოდი ყველა კონტექსტი წარმოვიდგინოთ. მოდი ყველა კონტექსტი, კაი, დავუშვათ პირველ ისრაელი. თუ ისრაელმა ის მოკლა, თუ მოსადმა ისროლა, ანუ ნახე, რა მოყვება ისრაელის კრიტიკას. ეგეთი. მე ხა მეორე თეორია განვიხილოთ. მეორე თეორია რა არის? აი, რას აკეთებენ მემარცხენეები. რას აკეთებენ მემარცხენეები, ხო? ისინი არიან მოძალადეები, სწორედ მოძალადეს რო სიტყვას ახსენებს, მაგ მომენტში ხდება გასროლა. მერე მესამე, მაგას აწყობდა ეს ყველაფერი. მაგას რა შეაწყობდა, ხო? აი, მემარცხენეებმა მოკლეს ესენი არიან მოძალადეები, მოდი უფრო გავამკაცროთ. ანუ იმდენი კონტექსტი აქვს ამ ყველაფერს, ახლა რომ გაუყვეთ დეტალურად, ხო, ვის აწყობდა, როგორ აწყობდა, რომ ყველაზე ლოგიკურად აქ გვირგვინდება ის თემა, რომ ჩარლი კირკი იყო ძალიან იჭიერი. ჩარლი კირკს ხონა ძალიან დიდი მომავალი პოლიტიკაშიც, მათ შორის მე განვიხილავ, რომ შეიძლება ოდესმე პრეზიდენტის გამხდარიყო. და ჩარლი განსხვავებით სხვა მაგასგან და სხვა რესპუბლიკელებისგან იყო ყველაზე არაკონტროლირებადი ფიგურა, მე რასაც ხედავდი მასში. ტრამპი არის ძალიან ყეყეჩი, ტრამპი არის ძალიან კარგი, ესე ვთქვათ, ვიზუალის და იმიჯის პოლიტიკისთვის, ტრამპი არის თავდაჯერებული, ავანტიურისტი, მაგრამ ის კონტროლირებადია მაინც, ანუ ებრაელებს შეუულიათ დაიმორჩილონ ტრამპი და დამორჩილებული წყავთ სიონისტებს. მაგრამ აი ჩარლის შემთხვევაში, როდესაც კითხვები ჩდება, ბუნებრივია და კომპრომატები ნაკლებია, იმიტომ ეს არის ქრისტიანი სხვანაირი ღირებულებით გაზრდილი. ამ შემთხვევაში ერთადერთი მომენტი, რაც მასთან რჩება, რესპუბლიკელებს განვიხილავ ამ შემთხვევაში, ხო? რომ მისგან გამოიყვანო საკრალური მსხვერპლი. ამ ორივე შემთხვევაში ხედეს რესპუბლიკელებმა. ანუ ძალიან ბევრი თემა არის, მე ხა კიდე ბევრი თეორია აქ არ განვიხილე, ძალიან ბევრი, მაგრამ აი ხა ეს ამაზე აი ამ თემაზე მე მეცინება ხა რომ ბიბის უწევს იმის მტკიცება, ანუ თქვენ წინ რამდენიმე გაფრალები მსოფლიოში, რამდენიმე დაუბრალებიათ, რომ პრემიერ-მინისტრი ხა წარმოვიდგინეთ, ხა კობახიძე რო გამოვიდეს, ან რავი, აი რომელიმე ქვეყნის პრეზიდენტი წარმოვიდგინეთ, ხა რა, აი ამხელა აი ფიგურა გამოდიხარ და გიწევს მტკიცება იმის, რომ შენ არ მოგიკლია და შენ სპეცსამსახურებს ჩარლი კირკი. აი ეს არის insane, როგორც ითხოვდა ბიბი ნეთანიაჰუ, აი ეს არის მართლა სიგიშე. უბრალოდ ნებისმიერ შემთხვევაში ერთ რამეს ვიტყვი, რომ ჩარლი კირკი არის მსხვერპლი ამ ყველაფრის რა. ჩარლი კირკი არის მსხვერპლი ამ სისტემის, აი ამ სიბინძურის, გინდა მემარცხენის მიერ იყოს მოკლული, გინდა მემარჯვენის მიერ იყოს მოკლული, ანუ ნიშნულობა არ გააჩნია, ჩარლი კირკი არის ამ შემთხვევაში და ყველა შემთხვევაში მსხვერპლი ამ მთლიანი სისტემის. რადგანაც მას ქონა ძალიან დიდი მომავალი, მას ქონა ძალიან დიდი პოპულარობა, ძალიან დიდი მაყურებელი და ძალიან სამწუხაროა, რომ ამ ადამიანმა ესე დაასრულა სიცოცხლე რა. აი მე მეეჭება, რომ აი ხა ეს ტიპი იყოს აი მისი მკვლელი რა. არა, ამასაც განვიხილავი. ანუ ესეც არ არის პრობლემა ამერიკაში, ხა რამდენი გიჟია მემარცხენე, ხო? მაგრამ ეხა ის გარემოებები რო არსებობს, სნაიპერი რაღაც 10 წამში დაშალა, ჩამოვიდა, მე ხელახლა აწყო, გადააგდო, მე FBI-მ რაღაც სისულელე სკრინები გამოიტანა, რომელიც დაედიტებული იყო ხელით, არანაირი ოფიციალური წყარო ამარზე არ არსებობდა, არც არ არსებობს წყარო იმასთან დაკავშირებით, რომ ეს იმისა რა ქვია, კადრები საერთოდ მაგ დღეს არის გადაღებული, ეგეც არ ვიცით. არაფერი ამტკიცებს მას. ეს გაქცევაში რომ ტერენს სტედმანი ყავთ, ხო იცი პირველ სეზონში, ლინკონ ბეროუზი რომ მოვა და რო ესვრის. უпростоრად რო ჩვენ გოგონა რო ესროლა და რომ მივიდა და მკვდარი ყოფილა და სინამდვილეში მაქამდე მისულა მკვლელი და გაუსწრია და მე ეს უბრალოდ ამ ლინკონ ბეროუზს ეს ყველაფერი დაბრალდა. მთელი სეზონები მაგაზე არ არის აწყობილი და ძალიან გავს ამ თემას. რა შეიძლება სხვა დღეს არის ეს უბრალოდ ჩაწერილი. და ამას ავთენტიკურ წყაროთ რატო ასახელებენ მე ვერ ხვდები საერთოდ. რომელი DNM-ის წყარო აქვს ჩვენ დაგვიდო, რომელი DNM-ი ჩვენ დაგვიდო, რომელი fingerprint-ი, რომელი წკრიობა ამასთან. კენდის ოუენსმა ჩარლი კირკის უახლოესმა მეგობრმა გამოაქვეყნა სურათები, რომ 20 წუთის მერე არის გადაღებული ეს ტაილერ რობინსონი, როგორი ჩითება იქ, რა ქვია, ერთ-ერთ სტრაფიკობის ობიექტში. რაღაც სიგიჟები ხა კენდის ოუენი იყო, ყველა კენდის ოუენსი ვინც არის, ეს არის ამერიკული ის არის, რა ქვია, ინფლუენსერი არის, ესე ვთქვათ, სპიკერი არის, რომელიც ჩემსავით ვიდეოებს წერს. და მაგან თქვა უახლოესი მეგობარი იყო ჩარლი კირკის. და აი ეს არის, რა ქვია, ეს არის ამერიკული ინფლუენსერი, რომელიც ჩემსავით ვიდეოებს წერს. და მაგან თქვა უახლოესი მეგობარი იყო ჩარლი კირკის. და მაგან თქვა უახლოესი მეგობარი იყო ჩარლი კირკის. და მაგან თქვა უახლოესი მეგობარი იყო ჩარლი კირკის.
და I will expose everything ესე ამბობს მე ყველაფერს გამოაშკარებ არ მეშინია როგორ დავასრულებ სიცოცხლესო და ისიც თქვა მიუთით და რეფერენსი გააკეთა რომ მე არ ვარ სუიციდალური ანუ მე თუ თავი მოვიკალე ჩემბრალი არ იქნებაო აბა სხვათა შორის ენდრიუ ტეიტი და სხვა დიდი ინფლუენსერები იყენებენ რომ რომლის სპეცსამსახურებმა ისე არ მოუწყო რომ ვითომ თავი მოიკლეს და წინას არ ამბობენ ამას რომ აი მე სუიციდალური არ ვარ ანუ მე თუ მოუკვდი ანუ ეს ჩემი ბრალი არ არისო მაგას ამბობენ ხო და კენდის ოვენსი ამბობდა რომ ძალიან ბევრი ურთიერთგამორიცხავი ის არის რა ქვია ფაქტი და დოკუმენტი აქვს ძალიან ბევრი რომელიც სარწმუნო წყაროს ჩვენ არ გვაძლევს კენის ოვენსი იყო უახლოესი მეგობარი ჩარლი კერგის გვამი FBI-ს გარდა ვერავინ ვერ ნახა საერთოდ აი საერთოდ ვერავინ ვერ მიეკარა როგორ გაიყვანეს მე სტეიჯი სადაც იყო ეგ უცებ მოასუფ თავისი ქაურობა მე რაც მთავარიაო ეს არ მინდა კიდე გამოჩეს კი გამეწელა ცოტა ვიდეო მაგრამ ძალიან ბევრი თემაა მეგობრებო ამასთან დაკავშირებით აი ხა უყურეთ ეს კადრი თუ ვიპოვე ერთი წამით აქ არის არ ჩანს ეხა აი აქ არის წინ კამერები ეხა აქ არ ჩანს კარგად რა ჩარლი კირკის წინ არის კამერები ორი დიდი კამერა ოფიციალურ ისა რა ქვია უმაღლესი დონის ისა რა ქვია უმაღლესი ხარისხის ისა რა ქვია კამერები დიდი რომლის კადრები არ არის საერთოდ ცნობილი ეს არის ყველაზე ახლოს ანუ ეს ყველა ისენი რა ქვია კუთხეები რომელიც არის ფანმეიდი რა არის ანუ ვინც უღებდა ლაივში ანუ თვითონ დამსწრე საზოგადოება იქ შეპროფილი მაგრამ ის კამერები მთავარი რომელიც უკან და წინ ეყენა მის ფაილები გამქრალია არავინ არ იცის სადაა არც FBI-ს გამოუქვეყნებია ანუ ეს არის ყველაზე ახლო აი ტყვის ტრაექტორიას რომ მიხვდე იმიტომ რომ კადრები რო გამოაქვეყნონ შე ტყვის ტრაექტორიას მიხვდები უკვე როგორ წამოვიდა უკანიდან ხო არ მოხდა გასროლა ან ახლოდან ხო არ ესროლა ვიღაცა მიარაღეთ ანუ მალავენ ამ ყველაფერს ხვდებით მალავენ ამ ყველაფერს ეხა როგორ გინათ მე გამომაშტეროთ და მითხრათ რომ ეს ყველაფერი ესე ერთი ამოსუნთქვით არის გაკეთებული არა რა თქმა უნდა ძალიან ბევრი ურთიერთგამორიცხავი ფაქტია ძალიან ბევრი საეჭო გარემოება და ძალიან ბევრი მიზეზი რომ შენ დაიჯერო რომ ეს ყველაფერი იყო მართლა ინსაიდ-ჯობი და მოწყობილი რაღაც ვისი აი მე ვერ ვიტყვი ახლა ბევრი რამე დაბრალებია ისრაელს მართლა ბევრი რამე დაბრალებია მოსადს ბევრი რამე დაბრალებია არ მაგრამ მე პირადად არ მგონია რომ ახლა აი მოსადს ახლა მაგისთვის ეცალა ან რა ხარ ისრაელი გააკრიტიკა მაგის გამო ისროლოთ აი მე პირადად არ მგონია ეგრე რა და ვინმე თუ ამას მართლა მოკლავდა მე შიგნიდან მგონია რომ საკრალური მსხვერპლი შეექმნათ რა ეხა ისრაელს იმდენი პრობლემები აქვს იქით ეხა ღაზა და იქ ირანი ცალკე რომ ეხა არ ამგონია ეხა მე არ მგონია შეიძლება არ ვიცი მე ვერ ვიტყვი დრო და დრო გამოჩდება კიდევ ბევრი რაღაცა სამხილები რომელთაც ჩვენ რაღაც წყაროებზე გავალთ მაგრამ ეს 100%-იანი დაბრალება ამ ეტაპზე და ამ მასალებიდან გამომდინარე მე არ შემიძლია მაგრამ ერთი რამე ცხადია რომ ამასაც ძალიან ცუდი სუნი და ძალიან გაავს ეს ყველაფერი შეთქმულებას რომ ეს საწყალი ბიჭი ეს უნიჭიერესი ადამიანი აი მართლა რო უყურებ აი გული კიდევ ერთხელ წყდება რომ არის მსხვერპლი აი ამ სისტემის რა რავი თქვენ რას ფიქრობთ მეგობრებო ცოტა კი გამეწალა ვიდეო ეს მეორე ნაწილია პირველი ხო ჩავწერე ერთი კვირის წინ ჩავწერე ხო როდესაც ჩარლი მოკლეს და ეს ვიდეო რო არ ჩამეწერა და ეს გული არ დამეცალა თქვენთან ეხლა ამას ვერაფერი ვერ მომითმენა და თქვენი ვერსიები დაწერეთ დაბლა კომენტარებში ასევე დალაიქეთ ვიდეო გამოიწერეთ არხი ინსტაგრამზე გამოყევით დონაცია გააკეთეთ და დროებით შევხვდებით მალე